როგორია და რა შეუძლია ინკლუზიურ სკოლას. ეს არის ჩვენი პოდკასტის, ჩვენ შორის მეორე ეპიზოდის უმნიშვნელოვანესი თემა, რომელზეც ჩემს კოლეგასთან მაია ბაგრატიონ გრუზინსკისთან ერთად ვისაუბრებ. მაია არის მაგ ჯორჯიას სტრატეგიული მიმართულების და პროგრამების ხელმძღვანელი, ასევე ნეიროფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და ძალიან გამოცდილი ადამიანი, რომელიც დასაწყისიდან მოყვება ფაქტიურად ინკლუზიური განათლების, ზოგადი განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას. ამიტომ დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ მაიასთან ერთად ამ თემაზე და მაია, მოდი დავიწყოთ. და გავხსნათ ეს საკითხი იმით მარტივი შეკითხვით, მოდი ერთი შეხედვით მარტივი შეკითხვით, ვისთვის არის ინკლუზიური სკოლა და არის თუ არა ის მხოლოდ და მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, ანუ რას ნიშნავს ინკლუზიურობა სკოლაში? ძალიან ლეგიტიმური შეკითხვა არის და მახარებს ის, რომ გვაქვს კიდევ ერთხელ შესაძლებლობა ვისაუბროთ ინკლუზიურ განათლებაზე. ვფიქრობ, რომ არ უნდა დავიღალოთ ამაზე საუბრით, იმიტომ რომ ვფიქრობ, ყოველ ჯერზე გვექნება ახალი ხედვა შესათავაზებელი ჩვენი მსმენელებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან ჩართული საგანმანათლებლო სისტემაში, გულისხმობ მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციას და პრინციპში მათთან ერთად საუბრით, მათთან დიალოგით ჩვენ უნდა ახალი კონტურები შევქმნათ ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლებისა. მით უმეტეს, რომ ეს არის მუდმივად დინამიური პროცესი. ეს არის უწყვეტი პროცესი და ჩვენ ალბათ ვერასოდეს ვერ ვიტყვით და იქ დასრულდება ყველაფერი, როცა ვიტყვით, რომ აი ინკლუზია დავნერგეთ და გავჩერდეთ უნდა, ხო? პირიქით ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც უწყვეტად უნდა გავაგრძელოთ და ყველაფერი ვაკეთოთ იმისთვის, რომ მუდმივ გაუმჯობესებას ხედავდეთ ამ თვალსაზრისით. რომ რაც შეიძლება ნაკლები ბარიერები ჰქონდეთ ბავშვებს განათლების მიღების დროს და დიახაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებზე და ინკლუზიური განათლების კონტექსტზე, ჩვენ აღარ ვსაუბრობთ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, მათთვისაც ეს სტატუსი აქვთ. უკვე ბევრი წლის წინ ჩვენ გავაფართოვეთ, ასე ვთქვათ, სამიზნე ჯგუფი ინკლუზიური განათლებისა და ვთქვით, რომ იგი ვრცელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე, მაგრამ დღეს საერთოდაც ვთვლით, რომ არა ინკლუზიური განათლება ეხება ყველას, იმიტომ რომ აქ საუბარი არის, რომ ყველა სრული შესაძლებლობით და კეთილდღეობის მაქსიმალური განცდით იღებდეს განათლებას ბარიერებისგან თავისუფალ სივრცეში, სადაც მისი შესაძლებლობების გამოვლენისთვის არის ყველაფერი გაკეთებული, ეს მაქსიმალურად მხარდაჭერილი არის. აი, აქ დავამატებდი ერთ რაღაცას, რომ არსებობს ესეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, რომელიც, რაღაცა უშველებელ კვლევებს ატარებს სხვადასხვა ქვეყანაში, მეტაანალიზს, რა ვიცი, უამრავი კვლევა აქვს ჩატარებული სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათი კვლევაც ამბობს, რომ ინკლუზიური განათლება და ინკლუზიურობა კლასში, ანუ მრავალფეროვნების დანახვა, სხვადასხვა ნაირი საჭიროების მქონე ბავშვების ყოფნით კლასში, არათუ ვინმე ზიანდება, ხო? არამედ ეს პირიქით იწვევს საზოგადოებრივ განვითარებას, ეკონომიკური თვალსაზრისითაც ეს იწვევს ეკონომიკურ წინსვლას და, ცალკე თემა არის კიდე, რომ ინკლუზიურობა არის დემოკრატიულობის საფუძველიც. და ამას კიდე აუცილებლად გავშლით, გარდა იმისა, რომ ვისაუბრებთ ინკლუზიურ სკოლაზე. და აი ამ კვლევებითაც დასტურდება რეალურად, რომ როდესაც მე ვხედავ ჩემგან განსხვავებულს და ბავშვისთვის პრინციპში ყველა მისგან განსხვავებულია და ბავშვები უფრო ნაკლები სტერეოტიპებით უყურებენ არა ერთმანეთს, თუ რა თქმა უნდა ისევ დასრულებმა არ ჩადეს ეს რაღაცა მათი უარყოფითი ზრახვები ან ხედვები სხვა ბავშვებთან ან სხვა დასრულებთან მიმართებაში. მით უმეტეს, როდესაც საუბარია შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე. და როდესაც ბავშვები თავისგან განსხვავებულს ხედავენ, ისინი სწავლობენ რას? ისინი სწავლობენ, რომ არსებობენ მისგან განსხვავებული ადამიანები, მისგან განსხვავებული საჭიროებებით, მისგან განსხვავებული სურვილებით, ინტერესებით, შესაძლებლობებით, რა შეუძლიათ და რა არ შეუძლიათ, რა.
და შესაბამისად ამითი იქმნება სწორედ დემოკრატიული საზოგადოება და არა იმითი, რომ ყველანი ერთნაირები ვართ, ყველას ერთნაირად უნდა მოგვეწოდოს რაღაცა პროცესი თუ პროდუქტი და შესაბამისად ამითი ვართ თანასწორები. აი თანასწორობას და სამართლიანობას შორისაც რომ რაღაცნაირად იქნებ ვისაუბროთ და ეს ორი გავშალოთ, რა განსხვავებაა, როდესაც მე მინდა შევქმნა თანასწორობაზე ორიენტირებული სოციუმი ან თუნდაც სკოლაში გარემო და რას ნიშნავს, როდესაც სამართლიანად უდგები ყველა ბავშვს. ხო, ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. ხო და დავიწყებ იქიდან, რომ რასაკვირველია არ ვართ და არასდროს ყოფილვართ ერთნაირები და ერთმანეთის იდენტურები, ხო? სამყარო მისი შექმნის დღიდან არის მრავალფეროვანი და ძალიან დინამიური. და შესაბამისად სწორედ თანამედროვე ხედვა საგანმანათლებლო სისტემის არის ის, რომ ის უნდა აი სარკისებურად ირეკლავდეს ამ საზოგადოების მრავალფეროვნებას, ხო? და ის ბავშვების მოზარდების მრავალფეროვანი ჯგუფი, რომელსაც ჩვენ შეიძლება ვხვდებოდეთ ამა თუ იმ დასახლებაში თუ ქალაქად თუ სოფლად, ხო? სწორედ ასევე მრავალფეროვნად უნდა იყოს წარმოდგენილი სკოლაში. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ სკოლა და საბავშვო ბაღიც მასთან ერთად ყველაზე კარგად განვითარებული ასე ვთქვათ სისტემებია დღეს საქართველოში. ხო, ჩვენ შეიძლება ბევრს ვერაფერს ხვდებოდეთ რეგიონებში, დასახლებებში ბავშვებისთვის, ხო, მაგრამ აუცილებლად ვნახავთ სკოლას, რომელიც შეიძლება იყოს რამდენიმე სოფლის მომსახურებაში და ასევე საბავშვო ბაღს. ეს არის შესაბამისად ბუნებრივი გარემო ბავშვებისთვის და დიახაც ჩვენ უნდა ვხედავდეთ აქ ბავშვების აი ამ ბუნებრივ მრავალფეროვნებას. იმიტომ რომ ყოველთვის ესეთი იყო სამყარო, ხო? და იყო ჩვენ გამოვიარეთ სამწუხაროდ ის რაღაცა ეტაპი ისტორიული განვითარების, როდესაც რატომღაც გადაწყდა, რომ მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს აქვს ზოგად საგანმანათლებლო სკოლაში სწავლის უფლება და სხვებისთვის შეიქმნა ალტერნატიული შესაძლებლობები, ხო? და ჩვენ ეხლა სწორედ გვიწევს აი ამ ხედვის გრევა და უბრალოდ ისევ და ისევ ხაზგასმა იმისა, რომ არა ეს მათი უფლება, ეს მათი ბუნებრივი გარემო არის და სამართლიანობა მოითხოვს, რომ ისინი ვითარდებოდნენ და თანაარსებობდნენ თანატოლებთან ერთად აი ამ მრავალფეროვან ჯგუფებში. თუმცა ეს ისევ და ისევ დაუბრუნდები აი ჩვენს პირველ ასე ვთქვათ საკითხს, რომ თუმცა ეს იმ არ ნიშნავს მაინდა-მაინც, რომ შეზღუდული შესაძლებლობების და საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები უნდა აი აუცილებლად კლასში ისხდნენ თანატოლებთან ერთად ისევე როგორც სხვები. ხო, აი ეს რაღაც ეს ხისტი წესები, ხისტი მიდგომები, ხო, შეუთავსებელია ინკლუზიური განათლებისთვის. ინკლუზიური განათლება აღიარებს რა ბავშვების მრავალფეროვნებას. აღიარებს და არ ეშინია ამ მრავალფეროვნების, ხო, აღიარებს ასევე მრავალფეროვანი მიდგომების შესაძლებლობას სკოლაში. ხო? თუმცა ხშირად სწორედ აი ეს მრავალფეროვანი მიდგომები აშინებთ ხოლმე, როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებს და აშინებთ იმ ხრივ, რომ და ეს შიშიც მაინც მე ესე მგონია, რომ მოდის იქიდან, რომ რაღაცა ცოტა მეტად უნდა რაღაცას უფრო მეტად სხვა მხრიდანაც უნდა შევხედოთ, ხო, რაღაცებს ეს მსუბუქად რო ვთქვა. ანუ მაშინებს იმიტომ, რომ არ ვიცი რა როგორ გავაკეთო მარტივად, ხო? ან მაშინებს მე როგორც მშობელს აი ის ბავშვი, იმიტომ რომ მე იმ ბავშვის შესახებ არ ვიცი, რატომ არის, რატო ხდება და ხშირად არის ხოლმე რაც გვხვდება, რომ ახლა ძალიან ბევრი შეხება გვქონია, ხო, ჩვენ სკოლებთან, მშობლებთან, ბაღებთან, ბავშვებთან და ვხედავთ აი ამ რა დინამიკას, რომ აი ეს ბავშვი კი ძალიან საყვარელია იყოს, მაგრამ აი ეს ბავშვი რომელსაც რთული ქცევა აქვს აი ეს არ ვიცი, გადაიყვანონ, იმიტომ რომ ჩემ შვილსაც აზიანებს და ჩემ შვილს და ხშირად არის ხოლმე და აი არაერთხელ აი ტრენინგი არ გასულა ან შეხვედრა არ მქონია მშობლებთან ან დაუშვათ მასწავლებლებთან, აღზრდებლებთან, როდესაც არ დასმულა ჩემთვის ესეთი შეკითხვა, რომ აი ის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი სხვა ბავშვების მსგავსად აუცილებელია, რომ სრულად და მთელი დრო სკოლაში ატარებდეს, ან ბაღში ატარებდა, ყოველთვის გეკითხებიან ამას. და მე უბრუნებ ხოლმე ყოველთვის ამ შეკითხვას შეკითხვით, რომ ის სხვა ბავშვი, რომელსაც შენ თვლი, რომ დაუშვათ ეგრეთ წოდებული ტიპური განვითარება აქვს, ხო? აი იმისთვისაც აუცილებელია, იქნებ იმასაც უჭირს, ანუ ის ხო არ არის უჭირს ჩართულობა დროში, გულისხმობა, ან კონცენტრირება და
იქნება ის არის რომ რაღაცა ყველა ბავშვს უნდა მიუდგეთ თავთავისი ინდივიდუალობით და არა იმითი თუ ვის რა დიაგნოზი ან მდგომარეობა აქვს რომელიც შეიძლება მერე იარლიყი გახდეს არა აი ამ ნაწილშიც რატო არის მნიშვნელოვანი რომ დიაგნოზების და სტატუსების მიღმა დავინახოთ ადამიანები აი შენც რო გითხრა ეს პირველი არის რომ აი თუ მართლაც ვაუბრობთ ინკლუზიურ განათლებაზე ამოვიდეთ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან და საერთოდაც არ უნდა გვაინტერესებს ის არის თუ არა რაიმე ფორმალური სტატუსის მატარებელი შეზღუდული შესაძლებლობის, საგანმანათლებლო საჭიროების, რაიმე სამედიცინო დიაგნოზი აქვს თუ უბრალოდ პიროვნული თავისებურებები აქვს, ხო? აქ შეიძლება ჩვენ საუბრობდეთ ბავშვებს, რომლებიც რაღაცნაირი სპეციფიური ტემპერამენტი აქვთ, გარკვეული სიმორცხვი აქვთ, ტრავმული გამოცდილება აქვთ, ცხოვრების რთულ ტრანზიციულ პერიოდს გადიან თავის ოჯახთან ერთად მიგრანტები არიან სოციალურად ან უამრავი მიზეზი არსებობს რის გამოც ბავშვს შეიძლება დასჭირდეს სპეციფიური მხარდაჭერა განათლების მიღების პროცესში. და აქედან გამომდინარე მთავარი არის ამოვიდეთ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან, ხო? აი რეალურად მართლაც ფოკუსირდეთ, ხო, რომ რა არის საუკეთესო გარემო ან კონკრეტული ბავშვისთვის და შევეცადოთ ის გარემო შევუქმნათ მას. და აქ არ არსებობს არანაირი ხისტი წესი, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ინკლუზიაზე, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი უნდა იყოს თანატოლებთან ერთად გაკვეთილს. მე მინახავს ინკლუზია ყველაზე ინკლუზიური სასწავლო პროცესი, როდესაც ერთი თინეიჯერი გოგო ერთი ერთზე თავის მასწავლებელთან ერთად მთელი სემესტრის განმავლობაში ასე ვთქვათ, გადიოდა საგანმანათლებლო პროცესს და მაშინ ჩვენ სწორედ იმ განვითარების იმ ეტაპზე ვიყავით, როცა ეს შემთხვევა ვნახე, როდესაც გვეგონა რომ აი ჭეშმარიტი ინკლუზია არის სწავლა თანატოლებთან ერთად. და ჩემთვის იყო ესეთი რაღაცნაირად აი ახალი აღმოჩენა, ხო, რომ სინამდვილეში ეს დამანახეს, რომ იყო ამ კონკრეტული თინეიჯერი გოგოსთვის ფოთვითი აშლილობით საუკეთესო სივრცე იმისათვის, რომ მას თავისი ცოდნა და შესაძლებლობები გამოემჟღავნებინა. სხვა შემთხვევაში ეს ადამიანი 30 მოსწავლიან კლასში იკარგებოდა. და ეს იყო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი და მისი კეთილდღეობა იმდენად ქვეითდებოდა კეთილდღეობის განცდა, რომ არავის არ უღირდა მისი ამ მდგომარეობაში ხილვა და დიახაც მისთვის გადაწყდა რომ საუკეთესო ფორმა განათლების მიღებისა იქნებოდა ერთი ერთზე მაგალითად ესეთი კომუნიკაცია მასწავლებელთან, მაგრამ ეს გოგო რომ შემდეგ გენახა გაკვეთილების მიღმა, ხო, ეს იყო ასე ვთქვათ სრულიად ბედნიერი ცხოვრებით კმაყოფილი გოგო, რომელსაც სკოლამ ყველაფერი გააკეთა, რომ აერიდებინა იმ სტრესული სიტუაციებისგან, ხო, რაც ვთქვათ, ანუ ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც ამ ბავშვისთვის იყო და რომელიც იცახის, რომ ყველაფერი შესაძლებელია ინკლუზიურ სკოლაში. ინკლუზიურია სკოლა იმ შემთხვევაშიც თუ ერთ-ერთზე სასწავლო პროცესი წარიმართება და ინკლუზიურია ის სკოლაც, რომელშიც ჩვენ ნახავთ ბავშვებს ჩართულებს თანატოლებთან ერთად. კი ბატონო. და ეს ოღონდ იმ ქუდის ქვეშ არის, ხო, როდესაც ჩემი საჭიროებებიდან და ჩემი უფლებრივი პერსპექტივიდანაც რო შევხედოთ ამას, ჩემი უფლებების დაცვით ხდება ეს და არა ის, რომ ვიღაცამ ესე გადაწყვიტა, რომ ეხა ყველა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი, ყველა შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვი, ესე სადღაც იქით უნდა იყოს. ეს ისევ და ისევ კარგი მაგალითია იმ ინდივიდუალური დაუშვათ მიდგომის, რომელიც ამ კონკრეტულ ბავშვთან მიმართებაში იყო მნიშვნელოვანი. ვიღაცა ბავშვისათვის მნიშვნელოვანია ზუსტადაც რომ იყოს კლასში. ხშირად არის, როდესაც ჩვენ საუბრობთ საგანმანათლებლო ჩართულობაზე და სოციალურ ჩართულობაზეც, ხო, ამ ორის კომბინაცია რო არის ინკლუზია, ხო, იმიტომ რომ შეიძლება მე სოციალურად ჩართული ვარ, ანუ ამ ხანაგებთან ურთიერთობ, სოციალისტები, ჩემს თანატოლებთან მაგ შეხება, მაგრამ უშუალოდ აი ამ საგნობრივ განათლებას რაც ეხება და ამასთან მიმართებაში თუ ბავშვი დაუშვათ ცოტა თავისი განვითარების ინდივიდუალური გეგმით სწავლობს, აი აქ შეიძლება უფრო მიზნობრივად, შეიძლება მასწავლებელთან, შეიძლება თანატოლთან, მეწყვილესთან, ხო, რაღაცა პროცესებს გადიოდეს, ან უფრო მცირე ჯგუფში გადიოდეს და ეს ქმნის რეალურად იმას, რომ ამ ბავშვისთვის სამართლიანი მოპყრობა იყო ის, რომ ასე მოხდა მისი ჩართვა, ხო? და არა ის, რომ ყველა ბავშვი დავსვით,
ყველა ბავშვს მერხზე, ყველა ბავშვი დავშვით მერხთან, ყველა ბავშვი ერთი და იგივე მაგალითს ხსნის, ყველა ბავშვი დავშვათ ერთი და იგივე რუკით ერთი და იგივე სწავლობს და არა ის რომ რაღაცა განსხვავებული მიდგომები არსებობდეს. ოღონდ აი ამ განსხვავებულობას მინდა დაუბრუნდე არა ისე და ისე ბავშვებში, არამედ აი ეს განსხვავებული მიდგომები რა არის და ხო არ გვაშინებს ხშირად, როდესაც მით უმეტეს ხშირად მოყავთ ხოლმე მიზეზად კლასში ბევრი ბავშვია, ყველას ინდივიდუალურად ვერ მივუდგებით. მერე მოდის მშობელი და ამბობს, რომ აი ის ბავშვი იმას აი ეს დიაგნოზი რო აქვს. ის ჩემ შვილს წკენს ან ურტყამს, მაშინ როდესაც შეიძლება არადიაგნოზის მქონე ბავშვმაც ჭარტყას, ეგ სხვა პრობლემაა, ხო? აი ეს განსხვავებულობები და აი ამ განსხვავებულობებისადმი განსხვავებული მიდგომა რა არის და აი რა არის ის სირთულე რომ აქამდე ვერ მივდივართ ან რა ჭირდება მასწავლებელს რომ აქამდე მივიდეს. გეთანხმები არის საოცარი ესეთი შიში განსხვავებულობის მიმართ და დაბნეულობა. ხო? და ჯერაც მასწავლებლებს ხშირად სწამთ რომ სამართლიანი არის თუ ბავშვებს არ გამოვარჩევთ და სამართლიანი არის თუ ყველას ერთნაირად მოვეპყრობით, ხო? გამორჩევა, ну რასაკვირველი გააჩნია კიდე ამ სიტყვის ინტერპრეტაციას როგორ გავაკეთებთ, როგორ განმარტავთ, ხო, რომ პირიქით სინამდვილეში მე როდესაც ჩვენ ძალიან მრავალფეროვან ბავშვთა ჯგუფზე ვსაუბრობთ, ხო, რომ აღმოჩნდება რა, სწორედ ერთგვარი მიდგომა არის ყველაზე უსამართლო, რაც კი შეიძლება ბავშვებს გაუკეთოთ და აქაც შემიძლია აი მაგალითი მოვიყვანო ჩემი პრაქტიკიდან, როგორ გვიპროტესტებდა მასწავლებელი, რომ ვერ დაუმატებდა 15 წუთს დისლექსიის მქონე მოსწავლეს საკლასო აქტივობების შესრულებისას, იმიტომ რომ ის თვლიდა, რომ ამით არასამართლიანი იქნებოდა სხვა ბავშვების მიმართ. და ეს ბავშვი, ეს მოსწავლე დისლექსიით აღმოჩნდებოდა ძალიან გამორჩეული სხვა ბავშვისგან და მას ეს არ მოეწონებოდა. აი თითქოს ამავე ბავშვს იცავდა განსხვავებულობისგან და თითქოს უნდა ესე შეენიღბა მისი განსხვავებულობა, რომ იმ 15 წუთს მას არ მისცემდა. მაშინ როდესაც ეს 15 წუთი, ხო, მისთვის არის სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი ამ თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად, ხო? და სწორედ ეს საუბარი გვქონდა ამ მასწავლებელთან, რომ სინამდვილეში ეს ამ განსხვავებულობის არ დანახვა და ამის შენიღვა ყველაზე უსამართლო მიდგომა არის, იმიტომ რომ ამით ვერ გააქრობ განსხვავებულობას. ის არის განსხვავებული, ჩვენ უბრალოდ არ უნდა გვეშინოდეს ამ განსხვავებულობის და მეტიც ეს ყველაზე უსამართლო შედეგს მოიტანდა, იმიტომ რომ მოსწავლე დისლექსიით არა მარტო თავს განსხვავებულად იგრძნობდა თავისი შედეგიდან გამომდინარე, არამედ წარუმატებლადაც იგრძნობდა, ხო, რაც მისთვის ორმაგი ზიანი იქნებოდა, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს განსხვავებულობა არ გვაშინებდეს, უბრალოდ მთავარი არის, რომ ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება კონკრეტულ ბავშვთან მიმართებაში იყოს არგუმენტირებული და ბავშვის საჭიროების გათვალისწინებით მიღებული. და არ ხდებოდეს ერთგან მიღებული გადაწყვეტილების მექანიკურად განზოგადება სხვებთან მიმართებაში. ეს არის, აი მართლა უნდა თითოეული ბავშვის ფოკუსში მოქცევა თავის ვთქვათ, მიკრო, ასე ვთქვათ, გარემოსთან ერთად, მშობლის საჭიროებების გათვალისწინებით და ამ ყველაფერთან ერთად დაგეგმა მისთვის სასწავლო პროცესის. თან ანუ ჩვენ ძალიან ხშირად გვითქვამს, ხო, რომ რეალურად ინკლუზია სისტემის გამოწვევაა. რომ ინკლუზიურობას, როდესაც უზრუნველყოფს სადღაც ეს ნიშნავს, რომ და ილტვი, რომ რაღაცნაირი მიისწრაფი იმისადმი, რომ შექმნა ინკლუზიური გარემო სკოლაში იქნება ეს თუ ზოგადად საზოგადოებაში, ეს ნიშნავს, რომ შენ რაღაცნაირად იწვევ სისტემას, აი ამ რიგიდულ, მოუქნელ სისტემას, რომ უფრო მოქნილი გახდეს, უფრო ხარისხიანი გახდეს, უფრო სწორი და სათანადო გახდეს იმ ადამიანით, რომ საზოგადოება, როგორც შენ აღნიშნე, არის ანუ საზოგადოებაც, ბავშვები, სამყარო არის მრავალფეროვანი და ამ ეს არის რეალური სამყარო. და ამ რეალურ სამყაროს უნდა ემსახურებოდეს სისტემები, მათ შორის სკოლა და რა ის რომ და ამ შიშთან ერთად მე დავამატებდი კიდე იმას, რომ აი რაღაცა ეს რიგიდულობა, ეს რაღაცა მოუქნელობა, რომ არა, მე უნდა მოვერგო კურიკულუმს, მე უნდა მოვერგო ამ წიგნს, მე უნდა მოვერგო ამ კედელს, ამ კიბეს, ამ კარს.
და არა ის რომ როგორ შეიძლება შევცვალო მე რაღაცეები რომ ჩემთვის ღირებული და მნიშვნელოვანი იყოს ადამიანი ჩვენ რა ვიმკით ახლა იმ შედეგს, როდესაც ეს ინდუსტრია, ხო, მოდი შეიძლება ესეც კი ვთქვა, რაღაცა საშუალო უმრავლესობისთვის შეიქმნა და დამკვიდრდა. და ახლა ჩვენ ვცდილობთ, ხო, აი ამ რიგიდული კედლების, ასე ვთქვათ, კედლებში მოქნილობის შეტანას, მაგრამ ეს გარდაუვალია, ხო, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, სხვა გზა არ არის, სხვა ადგილი არ არის ბავშვებისთვის იმაზე ბუნებრივი, ვიდრე იყვნენ სკოლაში და იყვნენ ბაღში, როდესაც ეს ასაკი მოვა. და აქვე, აი მინდა ხაზი გაუსვა, აი იგივე ესეთ მოქნილ ხედვას განათლების მიმართ და სკოლის ფუნქციის მიმართ, ხო რომ თუ ჩვენ ვიტყვეთ ისევ ესეთი ხისტი მოლოდინი გვექნება თანამედროვე სკოლის მიმართ, რომ აქ მისულმა ბავშვმა უნდა გარკვეული დეკლარაციული ცოდნა წამოიღოს. იქიდან ხო შეიძლება ხო ბევრი მასწავლებელი შეშინდეს ან ბევრი მშობელი შეშინდეს, რომ უი ჩემი შვილის ადგილი აქ არ არის, იმიტომ რომ შეიძლება აქ ეს შედეგი არ დადგეს, ხო, რომ რაღაცნაირად ესეთი მყარი ცოდნა ასე ვთქვათ გაჯერდეს. და მაგრამ სკოლას თუ შევხედავთ ჩვენ როგორც სივრცეს გამოცდილებისთვის, სივრცეს განვითარებისთვის, სივრცეს განათლებისთვის თავისთავად, გართობისთვის არა, სადაც და ეს შეიძლება იყოს აი უშრეტი სივრცე ამ ყველაფრის მიწოდებისთვის, არა, ბავშვისთვის, რაც არ უნდა ძიმე და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდეს. ბავშვს აი სწორად დაგეგმილ სივრცეში, ხო, რომელიც ამ ბავშვისთვის მუდმივად იქნება ახალი აღმოჩენების წყარო, ახალი გამოცდილების, ახალი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების სივრცე, მაშინ დავიჯერებთ ყველას, რომ დიახაც სკოლა არის ყველასთვის, ინკლუზიური სკოლა არის ყველასთვის და მას შეუძლია სარგებელის მოტანა ყველა ბავშვისთვის, მაგრამ აქაც ხო, მაშინ უნდა ეს სკოლა დავინახოთ, აი ჩაკეტილი საკლასო ოთახების მიღმაც. იმიტომ რომ სკოლა არის ძალიან სკოლამაც უნდა დაინახოს თავისთავი ესე, იმიტომ რომ მართლაც ახლა შენ 1-2 ჯერ აღნიშნე და აი შეეხე რომ რაღაცა ისტორიული გამოცდილებით მოვდივართ, ხო? იგივე ამ საბჭოური გამოცდილებით მოვდივართ. ახლა საბჭოთა გამოცდილებაში მინიმუმ იმასაც კი არ იღებდა, ხო? საბჭოთა სკოლა, რომ შენ იყავი ცაცია. აი მე ვარ მაგალითად ცაცია და ანუ არ იყო ეს გამოცდილებაც, როდესაც ჩვენ გვითხრეს რომ ეხა ეს ხელი წაი და არაერთი უსიამოვნო გამოცდილება მქონია მე პირადად, როდესაც მეუნებიან რომ უი მე პატრონი არ ყავდა, რატოა ისევ ცაცია. ანუ ამასაც კი არ იღებდა საზოგადოება ჩვენს ბავშვობაში, ხო? და მე უკვე რაღაცნაირად შემოვიდა ეს ინკლუზიური განათლება და აი სულ მინდა ხოლმე სხვათა შორის აი ჩატარდეს ესეთი ტიპის კვლევები, რომ აი 2006 წლიდან ეს ბავშვები, რომლებიც გაიზარდნენ და ამათ ეს გამოცდილებები მიიღეს, ხო? რომელთათვისაც აღარ არის უკვე ეს უცხო პლანეტელობა, რომ ვიღაც მისგან განსხვავებული არის მასთან ერთად კლასში. და ჩვეულებრივი ამბავია, ეს ჩვეულებრივი ამბავი რას ნიშნავს, ხო? რომ ეს არის რომ პატივს ცემენ ერთმანეთს, რომ მე ვიცი, რომ ის ჩემგან განსხვავებულია და მის განსხვავებულობას პატივი უნდა ვცე. ეს განსხვავებულობა შეიძლება იყოს, რომ რაღაცა შეუძლია, რაღაცა ჩემგან განსხვავებით უკეთესად შეუძლია და ეს შეიძლება იყოს ის, რომ რაღაცა ჩემგან განსხვავებით არ შეუძლია, ხო? თუ საკუთარი თავიდან დავიწყებთ სიტყვაზე ათვლას. და კიდე ერთხელ მინდა აი ესეთი ხაზი გაუსვა, აი ბავშვები როგორი უფრო ბუნებრივები არიან ამ ურთიერთობაში და ბავშვები როგორ ქმნიან უფრო ჯანსაღ გარემოს და როგორი მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ყველა ბავშვს რეალურად ხელი შეუწყოთ, აი ამ ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში, როგორადაც ისინი ინარჩუნებენ ამას. ერთი მაგალითი მახსენდება, აი ჩვენი ნორვეგიელი კოლეგებმა გვაჩვენეს ერთხელ თავის დროზე ერთ-ერთი სკოლა, სადაც ჰქონდათ ჩვეულებრივი ესეთი სტანდარტული სკოლა იყო, ყველა ბავშვი დადიოდა იმ სკოლაში, ერთ-ერთი უბნის სკოლა იყო და ამ სკოლას გვერდზე ჰქონდა ასევე კიდევ პატარა ესეთი ფლიგელები, სადაც ყავდათ მრავლობითი დარღვევის მქონე ბავშვები. ხა ეს მრავლობითი დარღვევის მქონეში გულისხმობ, რომ აი დავუშვათ წოლიარე 4 ბავშვი ნახეთ, რომლისთვისაც ეს იყო სკოლა, რომლებიც ისინი ყოველდღე მოდიოდნენ სკოლაში და ყველაზე მეტად რამაც მომხი და ნუ სხვადასხვა სენსორული ინტეგრაციის და ასე შემდეგ, ნუ აი ძალიან ესე საინტერესოდ მუშაობდნენ ბავშვებთან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დამამახსოვრდა და რაც აი მინდა რომ ყოველ მეორე სკოლაში დავინახოთ საქართველოში არის ის, რომ ეს ბავშვები აქ იცით რატო არიან, ნუ აი აქვე ამ სკოლას ეს შენობა ხო ჩვენ შეიძლება ხო ნებისმიერ ადგილას გვქონოდაო.
აქ იმიტომ არიან, რომ ჩვენ სპეციალურად კონკრეტულად გამოყოფილი დროები არის, იციან, რომ სკოლიდან, სხვა, ასე ვთქვათ, იგივე ტიპური განვითარების მქონე თანატოლები აქ მოდიან და მათ ეთამაშებიან, მათზე ზრუნავენ. და ნახეთ კიდევ რა გვითხრეს, რომ ის კი არა, რომ ესენი სწავლობენ მასზე ზრუნვას. ეს ადამიანები არიან მასწავლებლები, რომ ისინი არიან აქტიური პერსონები, რომლებიც აძლევენ სხვებს ზრუნვის საშუალებას. ანუ ამ ადამიანებსაც ხედავდნენ აქტიურ პიროვნებებად, ნების მქონე ეს agency-ს, რასაც ეძახიან, ხო? აი ნების მქონე ადამიანებად, რომ ის კი არა, რომ მე უბრალოდ ჩემზე ზრუნავენ. არა, ის რომ მე აქ იმიტოვა, რომ შენ ისწავლო ზრუნვა. იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვავიწყდება ეს პროსოციალური ქცევაც, რომ არის სკოლის ფუნქცია, ხო? მარტო საგნები არ არის სკოლის საქმე. გათვალისწინება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გავითვალისწინო ჩემ გვერდზე არსებული ადამიანი, ხო? აი ვისთან ერთადაც მე თანაარსებობ, ხო, იმის დანახვა და იმის გათვალისწინება, ხო? და რეალურ გათვალისწინებაზე რომ ვსაუბრობ, ხო, რომ მართლაც, აი როცა არ გამომეპარება, ხო, რომ ის როგორი არის, ის თავს როდის იგრძნობს უკეთესად, რა შემიძლია მე აქ ასე ვთქვათ, წვლილი შევიტანო მის ამ კეთილდღეობის განცდის ფორმირებაში, ხო? აი ეს არის ის, რასაც ბუნებრივად სწავლობენ ბავშვები, ხო, რომლებიც აი თანაარსებობენ ამაში, როგორც ბავშვები თანაარსებობენ აი ამ წელიწადში ამ სეზონური ცვლილებების დროს და ისინი ეგუებიან, ხო, რომ ხან ესეთია სამყარო, ხან ესეთია სამყარო, ნუ და ფეხ ავყვეთ და სხვა არაფერი დამრჩენია თუ არა, ვადაპტირდე იმასთან, რომ ხან ზაფხულია, ხან გაზაფხული და ხანა ჩემოდგემა, აი ესეთ ადაპტირებას, ესეთივე ბუნებრივი, ასე ვთქვათ, გათვალისწინება, დანახვა მოაქვს ინკლუზიურ განათლებას და აი ამ მრავალფეროვნებაში თანაარსებობას, მაგრამ ისევ და ისევ დავუბრუნდები იმას, რომ ჭეშმარიტად ინკლუზიურ გარემოში ხო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მუდმივად ვქონდეს ფოკუსი ბავშვებზე. აი სადა აქვთ მათ ეს კეთილდღეობის განცდა, რა იწვევს მათში აი ამ შინაგან კომფორტს, უსაფრთხოების განცდას, ხო, თავდაჯერებულობის განცდას და სიმშვიდეს. ხო, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლა პირიქით სტრესს კი არ იწვევდეს ბავშვი, არამედ სკოლა ეს იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო, სადაც მათ ეს ექნებათ აი ეს სიმშვიდის, მიკუთვნებულობის და კეთილდღეობის განცდა. აი ეს არის ნამდვილად ალბათ ეს დიდი მიზანი, რისკენაც და ინკლუზიური სკოლა ამის ინსტრუმენტია უბრალოდ, ხო? და აი ესეთივე სიფაქიზე მშობელთა მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვავიწყდებიან მშობლები, ხო? იმიტომ რომ სულ ამას ვიძახით, იქ სადაც იბადება შეზღუდული შესაძლებლობის, საგანმანათლებლო საჭიროების ან დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების მქონე ბავშვი, იქ მთლიანად ოჯახია და უპირველესი მზრუნველი ვინც არის ბავშვზე, ის ხდება აი ამ საჭიროების მატარებელი და აი ეს მუდმივი გათვალისწინება უკვე სკოლის მხრიდან მშობლის საჭიროებისა, ჩემთვის არის ასევე ერთ-ერთი ინდიკატორი ინკლუზიური სკოლის, იმიტომ რომ არა მარტო ბავშვის ჩართულობა, არამედ მშობლისა. სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად მართალი ხარ და ძალიან დიდი მადლობა, რომ სწორედ აი ახლა ამ უფრო გაფართოებულ ანუ ოჯახურ კონტექსტზე გადავედით, იქიდან გამომდინარე, რომ ხო, ნუ არ არსებობს ესე ცალკე სკოლა, ცალკე ბაღი, ცალკე მაღაზია, ცალკე ავტობუსი, ხო, ანუ სახლში მე კარგად მოვექცევი ჩემ შვილს და ამ დროს გარეთ რა ხდება. და აი არ შემიძლია არ შევეხო, იმიტომ რომ ესე ძალიან ხშირად გვიდგას წინ და ბევრი მაგალითი გვსმენია ჩვენ თვითონაც გამოცდილებაშიც გქონია, როდესაც მშობლები წუხან, რომ მათ კლასში არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, გარკვეული დიაგნოზის მქონე ბავშვი, ამ სპეციალურად ვამბობ სიტყვა დიაგნოზ და არ უნდათ, რომ იქ იყოს. მით უმეტეს ეს თუ დაუშვათ დაკავშირებული არის, დაუშვათ მკვეთრად გამოხატულ რთულ ქცევასთან. თუმცა რთულ ქცევაზე მე აუცილებლად გვექნება ჩვენ კიდეც აკე პოდკასტი ჩვენი კოლეგის ჩართულობით და ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ, რა არის ეს, როგორი აისბერგის წვერია რეალურად, ხო, ეს რთული ქცევა და სულ სხვა რაღაც საჭიროებების თქმა არის ალბათ და რაღაცის გამოხატვა არის. და ხშირად არის, რომ აი ეს არ მინდა რომ აქ იყოს, წავიდეს. და ხშირად ვაიძულებთ ხოლმე ჩვენ აი ამ მშობელს
ეს საზოგადოება, რომ ეს თავისი შვილიანად სადღაც იქ წავიდეს და არა ის თუ რა შეგვიძლია რეალურად ისე აი ესე პროსოციალურად, ხო, რომ რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, რომ კი არ წავიდეს. რომ ჩვენთან ერთად იყოს და ჩვენ რა შეგვიძლია ამ ადამიანებისთვის გავაკეთოთ, არა? ხო, აქ უმნიშვნელოვანეს ამოცანად დგება ისევ სკოლისთვის, რომ გარკვეულ პროცესში გაატაროს თვითონ მშობლები. და გულისხმობ არა მარტო საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მშობლებს, არამედ ზოგადად, აი მშობლებს როგორც ასეთ სკოლაში და ეს არ არის რაღაცნა ერთჯერადი საუბრის საკითხი, ხო, რომ ჩვენ ახლა ინკლუზიურ განათლებას ვნერგავთ და ეს ესე უნდა იყოს. არა, იმ მშობელსაც სჭირდება ასე ვთქვათ, ხანგრძლივი ფიქრი, ხანგრძლივი საუბარი, განცდაში მიღება რაღაცეების, რომ დაიჯეროს, იმიტომ რომ მანაც ხომ არ იცის, იმიტომ რომ თავის დროზე შეიძლება ისიც მოკლებული იყო აი ამ შესაძლებლობას, რომ ეს ხიბლი დაენახა ინკლუზიური განათლების. ხო, მისთვის ეს სიახლეა, ისევე როგორც მისი ვთქვათ, შვილისთვის. არაფერს ვიძახი, რომ პარალელურად რასაკროლია თუ კი ამ პრეტენზიული განცხადების მიზეზი არის ბავშვის რთული ქცევა, რომელიც რეალურად შეიძლება მართლაც რაღაცა პროცესებს უშლიდეს ხელს, ხო, მაგალითად სასწავლო პროცესს, რომ იმაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა და უნდა ვნახოთ ეს რითი არის გამოწვეული და იქ ცალკე მთელი რიგი პროცესები უნდა იქითკენ დაიძრას. მაგრამ მთელი რიგი პროცესები უნდა აქაც განხორციელდეს, ხო, რომ ამ მშობლების განათლება, მათი დარწმუნება, მათთვის დანახვება ეს რა სიკეთეა და აქაც ისევ და ისევ ვიტყვი, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროცესი. ხო, აი სკოლა უნდა იყოს მომართული ამისთვის, რომ ეს არის ასევე უწყვეტი რამე, რაზეც მე მშობლებთან ერთად ვიმუშავებ. და ამავდროულად გაძლიერება თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის და საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისა, იმიტომ რომ მე მინახავს აი თითქოს აი მუდმივად ეს სწორი სიტყვა რომ ვიპოვოთ, აი თითქოს აი მადლიერი მშობლები იმის გამო რომ თითქოს ვიღაცამ ეს კეთილი ნება გამოიჩინა და კარი გახსნა მათი აი არამც და არამც. ეს არის მათი უფლება. და თან ბოდიშსაც იხდიან რამის რომ ბოდიში მაპატიეთ, მაგრამ მადლობა რომ მიგვიღეთ. არა, ეს არის მათი უფლება, ეს არის მათი შვილების უფლება, ისინი ამ უფლებით არიან დაბადებულები და დანარჩენი კიდევ არის სკოლის ვალდებულება. უკვე სკოლის ვალდებულება არის, რომ ყველაფერი გააკეთოს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რომ ბავშვმა მიიღოს განათლება, განვითარების, გამოცდილების გამრავალფეროვნების და არ შემეშინდება გართობის შესაძლებლობები ამ სივრცეში, ოღონდ ეს ყველაფერი მართოს სკოლამ, ასე ვთქვათ, შესაბამისად და მუდმივად აძლიეროს მშობელი. და აქვე ისევ აი ჩემი დაკვირვება არის ბოლო პერიოდის, რომ ისევ და ისევ აი რომ დაუბრუნდეთ იმ დასახლებებს, სადაც შეიძლება სკოლა იყოს ერთადერთი, ვთქვათ, არჩევანის და სივრცე. და ხშირად აი ძალიან სპეციფიური დამოკიდებულებები აქვთ ხოლმე სკოლის მიმართ მშობლებს, რომლებსაც ეს სკოლა აქვთ დამთავრებული, სადაც უწევთ ახლა თავიანთი შვილის მიყვანა, რომელსაც აქვს გარკვეული სირთულეები, ხო? აი რაღაცნაირად კიდევ უფრო არ ვიცი როგორ თქვა, მორიდებით არიან ხოლმე და მოწიწება აქვთ ამ გარემოს მიმართ, ხო? იმიტომ რომ რაღაცნაირად შეიძლება იქ საყვედურით დახვდნენ, იმიტომ რომ ვთქვათ, ბავშვი აი ამ საშუალო უმრავლესობის მოთხოვნებს ვერ ერგება, ან მათ აქვთ ისევ მოლოდინი, რომ ისევ უსაყვედურებენ, იმიტომ რომ შეიძლება აი სწორედ ამ გამოცდილებით აქვთ სკოლა დამთავრებული, როცა საყვედურობდნენ რაღაცეების გამო. და ეხლა ისევ აი ამ რაღაცა თითქოს წარუმატებელი გამოცდილებით ბრუნდებიან ამ სივრცეში, ხო? და რასაკვირველი უმნიშვნელოვანესია ამ მშობლების გაძლიერება და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მშობელთა მხარდამჭერი სერვისები ნაკლებად გვაქვს. ნაკლებად არის. აი ამ პროცესში ჩვენ არ ვეხმარებით და ვერ ვეხმარებით ჯერჯერობით, რომ გავატაროთ მშობლები ამ პროცესში, გავაძლიეროთ და ნუ მთლიანად ოჯახი გავაძლიეროთ. სხვათა შორის, რადგან ეხლა აღნიშნე შენ მშობელთა მხარდაჭერაზე, მაინც ალბათ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნოთ ჩვენი რესურსების შესახებ, რა გააჩნია მაგ ჯორჯიას, იმიტომ რომ
იქიდან გამომდინარე, რომ ნამდვილად დეფიციტურია რესურსები, ჩვენ ორი მნიშვნელოვანი პროდუქტი რაც შეგვიძლია აქ აღვნიშნოთ, ეს არის ერთი შეაღეს პლატფორმა და მეორე მშობლის კივრი, ხო? მაგათ რო გითხრა, რა არის შეაღე და რა არის მშობლის კივრი. თავარი რაც გვახარებს არის ის, რომ ორივე შეიქმნა მშობლებისთვის. ხო, რომ ისევ და ისევ რაღაცნაირად დამატებითი რესურსი მხარდაჭერა იგრძნონ მშობლებმა. ხო, მშობლებმა, რომლებიც შეიძლება ეძებდნენ სერვისებს თავიანთი შვილებისთვის, აი ამიტომ შევქმნით პლატფორმა შეაღე, სადაც განთავსებული არის საქართველოში რეგისტრირებული სერვისების უმრავლესობა, რომლებიც ბავშვის განვითარებას, სოციალურ სერვისებზე ვსაუბრობ, რომელიც ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს და არის მეორე პლატფორმა Facebook გვერდი მშობლის კივრი, რომელთაც ასევე ვცდილობთ, რომ აი მშობლებს მივაწოდოთ ვფიქრობთ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რაც დაეხმარებათ მათ აი სწორი გადაწყვეტები იპოვონ თავიანთი და მათი შვილების ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. სწორი ურთიერთობის პატერნები შეძლონ სკოლასთან, ბაღთან, თვითონ თავის შვილთან, როგორი გახდეს თავისი შვილის განვითარების, ხელშემწყობი განათლების თუ თუნდაც გართობის. შეაღე ჯიზე აუცილებლად იქნება ლინკი მითითებული ამ ეპიზოდის ქვეშ და ამიტომ შესაძლებლობა გექნებათ, რომ გადახვიდეთ და ნახოთ და როგორც მაიამ აღნიშნა, მთელი საქართველოს მასშტაბებით ინტერაქტიული რუკითაც კი შეგიძლიათ ნახოთ. საქართველოში რა მომსახურებები არის, ვინ ახორციელებს ამ მომსახურებებს და ასევე ამავე პლატფორმაში არის კიდევ პატარა ბროშურა, ვიდეო რესურსებიც, ხო, სხვადასხვა შეზღუდულ შესაძლებლობაზე, მდგომარეობაზე და ასე შემდეგ, რომელიც შეიძლება თავისუფლად გამოიყენოს მშობელმაც, მასწავლებელმაც, რომ ესე ვთქვათ, ასეთი ზოგადი ინფორმაცია მიიღოს ამა თუ იმ მდგომარეობის შესახებ და ასევე მშობლის კივრზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მშობლის კივრის ფარგლებში შესაძლებელია ჩვენს მეტყველების სპეციალისტებთან, ოკუპაციურ თერაპევტებთან, ფსიქოლოგებთან დაკავშირება და თუ მშობლის კივრის პლატფორმას მოძებნით Facebook-ში და ეს ლინკიც იქნება, იქ შესაძლებელია რომ დაუკავშირდეთ ჩვენ სპეციალისტებს და ეს მეტიც ონლაინ უფასო კონსულტაცია გაიაროთ, თუ მშობელი ხართ, თუ მასწავლებელი, ნებისმიერი ადამიანს პრინციპში შეუძლია ეს კონსულტაცია მიიღოს და კარგი იქნება ნამდვილად თუ მოგმართავთ და მიიღებთ აი ამ მხარდაჭერას. აი რომ გავაგრძელოთ ახლა ჩვენი საუბარი და ეს ინკლუზიური სკოლის, როგორც ჩვენ თქვი, ინსტრუმენტი, ინკლუზიური სკოლა როგორც ინსტრუმენტი გადავიტანოთ, აი რისი ინსტრუმენტია, ხო, აი საზოგადოებაში, რისი პლატფორმაა ინკლუზიური სკოლა. ეს ყველგან უნდა გავიდეს, ხო? ამან უნდა შექმნას ყველგან რაღაცა ქსელი, რომელიც გააუმჯობესებს ადამიანების ურთიერთობას ერთმანეთში. ჩვენ არ უნდა ვხედავდეთ დღეს, თუ ხედავთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს ავტობუსში და მეტროში, არ უნდა ვხედავდეთ მისადმი დაჟინებულ მზერას, ან მისი მზრუნველისადმი დაჟინებულ მზერას და ძალიან ხშირად მინახავს კიდევ ისიც, რომ შეიძლება არც არავინ უყურებს იმ წუთას, აი ესეთი რაღაცნაირი სახით, მაგრამ ეს მზრუნველი პირი, ანუ მის გვერდით მდგომი ადამიანი ძალიან დიდ წნეხს გრძნობს, აი რაღაცა შფოთვას, შებოჭილობას ძალიან ხშირად იმიტომ რომ ეს ალბათ იმიტომ რომ რაღაცა მოსდევს, ეს განწყობილება და ეს გრძნობა, რომ უნდა წავიდეთ, გავკრეთ აქედან. რაღაცა დანაშაულის უხერხულობის განცდა, რომ ჩვენ თითქოს ისეთები არ, რომ ჩვენ თითქოს რაღაცა ბუნებრივ სისტემებს და სტრუქტურებს ვარღვევთ იმით, რომ აი ამ განსხვავებულობით აღმოჩნდით თქვენ შორის, ხო, რომ აი მაგალითად აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის ქცევა რომ განსხვავებული არის ავტობუსში ან მაღაზიაში ან სხვადასხვა სივრცეებში, ხო, აი მუდმივი უხერხულობის განცდა და აი ეს უნდა იყოს ასევე ბუნებრივი. აი პირიქით ამის ნორმალიზება უნდა მოხდეს რა, რომ ქცევები ნორმალური კი არის, ნორმალური. არა, აი ამ მრავალფეროვნების ნორმალიზება უნდა მოხდეს, რომ დიახაც ყველგან უნდა შევხვდეთ, ყველგან შევხვდებით და უნდა გქონდეს ჩვენც აი და რაც უფრო მეტად შევხვდებით, ხო, ჩვენ ერთმანეთს, მით უფრო ვისწავლით ერთმანეთთან თანაცხოვრებას და ცირა იცი მინდა დავბრუნდე რახან მხარდაჭერები ვახსენეთ, ხო? ისე და ისე სკოლის როლზე და სკოლაში არსებულ მხარდამჭერ სისტემებზე, ხო? იმიტომ რომ აქაც სკოლის ვალდებულება არის არა მარტო ის, რომ თქვა კარი გახსნას, არამედ ყველაფერი გააკეთოს, რომ იმ სივრცეში ბავშვმა ყველა საჭირო მხარდაჭერა მიიღოს. და საბედნიეროდ არსებობს მთელი რიგი სერვისები დღეს განათლების სისტემის მხრიდან, რომელიც კიდევ მეტ განვითარებას საჭიროებს, მაგრამ მინიმუმ ის, რაც არსებობს, უნდა ბავშვებმა მიიღონ შეუფერხებლად
დაუყოვნებლივ და ეს უკვე არის სკოლის სწორი მენეჯმენტის ამბავი, რომ ეს მხარდაჭერა დროულად მიიღოს ბავშვმა ყოველგვარი დაყვედრების, დაყოვნების და აი ამ უხერხულობის განცდის გარეშე. რომ თქვათ და მომიზეზების გარეშე რატო ვთქვათ ვერ ხდება დროული მხარდაჭერის მიწოდება. მაი ერთი რაღაცა მინდა ვთქვა ახლა კიდე რომ ისე რო არ გამოგვივიდეს რომ ჩვენ რაღაცა ადამიანებზე ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე რომლებიც რაღაცა იქ არიან სადღაც უჩინრად და აი დაინახეთ ვეუბნებით ანუ ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია რომელიც არის ძალიან აქტიური პერსონა და რომელიც ძალიან საინტერესო როლურ მაგალითს ქმნის ხო თავისი აი ამ აქტიურობით რეპრეზენტაციით რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც თავის დროზე აი ამ ინკლუზიურობამ, ამ ინკლუზიური განათლების ხელშეწყობამ, ესე მასობრივ დონეზე რო ვქნათ, ამან თავისი ძირეული წვლილი შეიტანა, ცხადია, ხო? იმიტომ რომ მე მახსოვს ახლა მე როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი და მე სტუდენტი და მე ამ სფეროში დავიწყე ასე ვთქვათ მუშაობა, რომ აი ყველას ვიცნობდით, როგორც სპეციალისტები, იმდენად ცოტანი ვიყავით ამ სფეროში და აი იმ ბავშვებს და იმ მშობლებს, აი იმ თითოეულს თითქმის ყველა ვიცნობდით, იმიტომ რომ ის 1 და 2 იყო, რომელსაც ესე და მაშინ იყო ის, რომ ბავშვები იყვნენ იზოლირებულები სახლებში და ის 1-2 რომელიც გარეთ გამოდიოდა, იყო მაგალითი. საბედნიეროდ და კიდევ ერთხელ მეც დაგეთახმები იმაში, რომ ინკლუზიურ განათლებას ძალიან ბევრი რამე აქვს გასაუმჯობესებელი და გასამართი ხარისხის მიმართულებით და თუნდაც იგივე მისაწვდომობის მიმართულებით, თუმცა საბედნიეროდ მინიმუმ ის, რომ დღეს ჩვენ ის უფრო გაგვიკვირდება, რომ სადღაც ვიღაცა სახლშია და სკოლაში არ დადის, ან რაღაცას არ იღებს და არა ის, რომ სკოლაშია, აქ რა უნდა, ხო? ანუ ეს ცვლილება მაინც მოხდა ამ 20 წლის ამასობაში 20 წლის განმავლობაში და დაახლოებით სისტემურად 2006 წელს დაიწყო ხო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა სკოლებში. მანამდეც იყო გარკვეული პრაქტიკები და გამოცდილებები, თუმცა ეს სისტემურად დაიწყო ამ პერიოდში და აი აქ ეს ორივე მხარეც რომ დაინახოს ხო ჩვენმა საზოგადოებამ რომ მარტო ის კი არ არის რომ ჩვენ ხედავთ და ასე უნდა დავინახოთ რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი დაინახე, არამედ დაინახე მისი შესაძლებლობები და დაინახე ადამიანები, რომლებიც არიან ლიდერები, რომლებიც შეიძლება იყვნენ ლიდერები და ერთს დავამატებ კიდე, რომ ეს ადრე რომ იყო ესეთი რაც მოდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციიდან არაფერი ჩემს შესახებ ჩემს გარეშე დღეს უკვე უფრო დამიწებული და რეალისტური გახდა და არაფერი ჩემს გარეშეა ხო იმიტომ რომ ის კი არა რომ ჩემთვის რასაც ქმნი ჩემს გარეშე არა არამედ ყველაფერში ვარ მე ყველაფერი მეხება აი ეს ნაწილიც რომ გაშალო შენ თუ შეიძლება ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია ალბათ ისე რომ არ გამოგვივიდეს რომ აბსოლუტურად და ეს ისიც უნდა პარადიგმა უნდა შეიცვალოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხედავდეთ მხოლოდ იმ სფეროებში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებს ეხება, ხო? არა, მათ უნდა ვხედავდეთ ნებისმიერ სფეროში, რაც კი რამ არსებობს და რაც კი რამ შესაძლებლობა არსებობს და ხო, ძალიან ბევრი საბედნიეროდ უკვე ესეთი კარგი როლ მოდელი მაგალითი არის, ვისაც შეიძლება ვთქვათ, ასე ვთქვათ, მისდიონ და ასე ვთქვათ, გაყვნენ შთამაგონებელი იყოს და აქვე ვიტყოდი. ნახე, ადრე როდესაც ჩვენ ვიწყებდით ინკლუზიური განათლების დანერგვას, ხო, 2000-იანი წლების დასაწყისში, მაშინ ვიყავით ორიენტირებული, რომ გაგვეზარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების რაოდენობა სკოლებში და აი ეს რაოდენობრივი ინდიკატორი იყო ჩვენთვის კარგი, ასე ვთქვათ, წარმატების მაჩვენებელი. მერე მახსოვს ის გარდამტეხი ეტაპი, როდესაც ვთქვით, რომ მოდი ახლა ასე ვთქვათ, არა რაოდენობაზე ვიყოთ ორიენტირებული, არამედ ინკლუზიური განათლების ფარგლებში გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი, ხო? და კარგი არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ არა რაოდენობა, არამედ ხარისხზე გავხდეთ და აი როგორი განათლების მიმწოდებელი არის დღევანდელი სკოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და ეხლა ვფიქრობ, რომ დრო არის ისევ კიდევ ერთი კომპონენტი შემოვიტანოთ, ეს არის კმაყოფილება.
ხო? აი უკვე თვითონ რაც იმ სერვისის კეთილდღეობას უკავშირდება, უკვე რაც სერვისის ჩემი მიმღებიდან დანახული კმაყოფილება. კი ბატონო. არა სისტემა, რომელიც თulis რომ მაღალი ან შედარებით უფრო გაუმჯობესებული ხარისხის განათლებას აწვდის, არამედ ეხლა უკვე სერვისის მიმღების პოზიციიდან დავინახოთ, მე რამდენად კმაყოფილი ვარ ამ სერვისის მიღებით. აი, როდესაც ეს კმაყოფილება, ხარისხი, რაოდენობა და მაშინ ნდობა იქნება, ასე ვთქვათ, ჰარმონიაში ერთმანეთთან, ხო? მაშინ ვფიქრობ, რომ შეიძლება უკვე ვიამაყოთ გარკვეული, ასე ვთქვათ, პროგრესით, მაგრამ რითიც დავიწყეთ, იმითვე შეგვიძლია დავასრულოთ, რომ მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ. ეს არის უწყვეტი პროცესი და ვისურვებდი, რომ რაღაცა ეტაპის შემდეგ ისე ვისაუბროთ ინკლუზიურ განათლებაზე, უკვე ახალი, ასე ვთქვათ, აქცენტებით, ხო? და სწორედ ეს, რომ შეიძლება თქვი ხა პროცესთან დაკავშირებით, ხშირად რაღაცა მიზანი არის სწორედ პროცესი, რომ ამ პროცესს გადიხარ და არა ის ერთი წერტილი, სადამდეც უნდა მიხვიდე, არა? და აი დასასრულისთვის სწორედ ასეც შევაჯამოთ, რომ ინკლუზიური სკოლა ისეთი მაშინ არის ინკლუზიური, როდესაც დაფასებულია მრავალფეროვნება, როდესაც პატივცემულია ინდივიდუალიზმი და ინდივიდის უფლებები, როდესაც არავის მადლობის თქმა არ უწევს, ხო, იმაზე, რაც მისი საზოგადოებრივი სიკეთე და მისი უფლების რეალიზებაა. როდესაც რაც შენ თქვი, ეს კეთილდღეობა, ანუ მე მშვიდად, ლაღად, წარმატებულად ვგრძნობ თავს, ჩემი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის გათვალისწინებით, მაგრამ ჩემი იმ ნიჭის და შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომლის რეალიზებაც მე შემიძლია სისტემის დახმარებით, ხო? ალბათ ამის კიდე შემდეგი გაგრძელება იქნება, რომ ჩვენ ინკლუზიურ სკოლაზეც აღარ ვისაუბრებთ. სკოლა იქნება სკოლა. სკოლა იქნება ეპითეტი იქნება უბრალოდ. ზედმეტი კიდევ თავსართი არ დასჭირდება. აღარ დაჭირდება, იმიტომ რომ ესეც იქნება უკვე ნორმალიზებული, რომ სკოლა არის ესეთი მრავალფეროვანი, გააღებ კარს და იქ დაგხვდება, რა ვიცი, მთელი სიჭრელე და იქ ყველა კარგად რო იგრძნობს თავს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მაია. ჩვენ ვისაუბრეთ როგორია და რა შეუძლია ინკლუზიურ სკოლას. იმედია მეტნაკლებად გავეცით ამ შეკითხვას პასუხი, იმიტომ რომ აქაც შეუძლებელია ამოვწუროთ ეს საკითხი მთლიანად, მაგრამ ჩვენი მიზანი ნამდვილად იყო ის, რომ კიდევ ერთხელ შევხებოდით ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას, სარგებელს ყველა ბავშვისათვის, იმიტომ რომ ყველასგან და ერთმანეთისგან სწავლობთ და ამითი წარმოიშობა ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა და ამითი ვქმნით დემოკრატიულ საზოგადოებას და როგორც მაიამ თქვა, ინკლუზიური სკოლა, რომელსაც მალე ინკლუზიური სკოლა არ ექნება, სკოლა იქნება ინსტრუმენტი ჩვენი დემოკრატიული განვითარების, გაძლიერების და გამდიდრების. ეს არის ჩვენი მეორე ეპიზოდი ჩვენი პოდკასტის, რომლის მხარდამჭერი და სულისჩამდგმელი არის ჩვენი ორგანიზაცია MAC Georgia, რომელიც ძირითადად შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მუშაობს, ასევე მუშაობს ბავშვებთან და მშობლებთან და ჩვენი Facebook-ის გვერდით შეგიძლიათ დაათვალიეროთ და ნახოთ, რას საქმიანობს ჩვენი ორგანიზაცია. და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში, რომელზეც შემდეგ უკვე გესაუბრებით თუ რაზე იქნება მესამე ეპიზოდი. მეორე ეპიზოდი ამ შემთხვევაში ისევ და ისევ იყო როგორია ინკლუზიური სკოლა და რა შეუძლია ინკლუზიურ სკოლას. დიდი მადლობა, ნახვამდის.